ლათინურის ნის 6 დრო ორ წრედ იყოფა: პრეზენსის წრედ და პერფექტის წრედ. ჯერჯერობით ჩვენ პრეზენსის წრეს შევისწავლით, რომელიც უსრულ მოქმედებას გამოხატავს და რომელშიც პრეზენსთან ერთად შედის იმპერფექტუმი და ფუტურუმ პირველი. ამ სამივე დროის საწარმოებლად ზმნა ერთსა და იმავე ფუძეს იყენებს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პრეზენს ინდიკატივი აქტივზე. ამ ვიდეოში იმპერფექტუმს განვიხილავთ. ლათინურში სამნაირი ტიპის წარსული დრო გვაქვს. მათგან ერთ-ერთია სწორედ იმპერფექტუმი, რომელიც წარმოადგენს ნამყო უსრულ, იგივე უწყვეტელ დროს. ანუ იმპერფექტუმი გამოხატავს მოქმედებას, რომელიც წარსულის რაღაც მომენტში დაუსრულებლად მიმდინარეობდა. მაგალითად, puer templum vidit. ბიჭმა ტაძარი დაინახა. არის ერთჯერადი დასრულებული მოქმედება. ხოლო puer templum videbat, ბიჭი ტაძარს ხედავდა, გამოხატავს უწყვეტელ მოქმედებას. videbat ზმნა დგას სწორედ იმპერფექტუმში. თუ დავუკვირდებით მას, დავინახავთ პრეზენსის ფუძეს, იმპერფექტუმის მაწარმოებელ სუფიქსსა და აგრეთვე აწყოს წრის პირის ნიშანს. მივყვეთ იმპერფექტუმის წარმოებას საფეხურეობრივად. იმპერფექტუმის მაწარმოებელი სუფიქსი, რომელიც ფუძეს უნდა დაერთოს, პირველი და მეორე უღლების ზნებისთვის არის ba, ხოლო მესამე და მეოთხე უღლების ზნებისთვის eba. ვაწარმოოთ იმპერფექტუმის ფუძე თითო ჯგუფის თითო ზნისგან. გავიხსენოთ, რომ პირველი, მეორე და მეოთხე უღლების ზნებს ფუძის მისაღებად უნდა ჩამოვაშოროთ ინფინიტივის re ნიშანი. მესამე ჯგუფის ზნებს კი მთლიანად ere დაბოლოება. შესაბამისად მივიღეთ ფუძეები: canta, habe, scrib და audi. სწორედ მათ უნდა დავუმატოთ იმპერფექტუმის მაწარმოებელი სუფიქსები. როგორც ვთქვით, პირველი და მეორე უღლების ზნებისთვის ეს სუფიქსია ba, ხოლო მესამე და მეოთხე უღლებისთვის eba. ახლა კი უკვე მიღებულ იმპერფექტუმის ფუძეს უნდა დაერთოს პირის ნიშნები. წინა ვიდეოში ჩვენ მიმოვიხილეთ პრეზენს ინდიკატივი აქტივის პირის ნიშნები. იმპერფექტუმი, როგორც აგრეთვე პრეზენსის წრის დრო, იყენებს ამავე პირის ნიშნებს, მხოლოდ მხოლობითი რიცხვის პირველ პირში os ნაცვლად გვიჩვენებს ms. ვაუღლოთ 4-ვე ჯგუფის ზნები იმპერფექტუმში. პირველი უღლების აფუძიანი ზნები: cantabam, cantabas, cantabat, cantabamus, cantabatis, cantabant. მღეროდი, მღეროდი, მღეროდა, მღეროდით, მღეროდით, მღეროდნენ. როგორც ხედავთ, იმპერფექტუმის მაწარმოებლის bas წინ ჩანს ფუძისეული ალფა, ასე რომ აფუძიანი ზნები შეგიძლიათ ძალიან მარტივად ამოიცნოთ იმპერფექტუმის ფორმაში. მეორე უღლების ეფუძიანი ზნები: habebam, habebas, habebat, habebamus, habebatis, habebant. მქონდა, გქონდა, ჰქონდა, გვქონდა, გქონდათ, ჰქონდათ. მესამე უღლების თანხმოვანფუძიანი ზნები: scribebam, scribebas, scribebat, scribebamus, scribebatis, scribebant. ვწერდი, წერდი, წერდა, ვწერდით, წერდით, წერდნენ. რადგან eba სუფიქსში e გრძელია, თანხმოვანფუძიანი ზნების იმპერფექტუმის ფორმები ემთხვევა მეორე უღლების ეფუძიანი ზნების იმპერფექტუმის ფორმებს, ასე რომ მხოლოდ იმპერფექტუმის ფორმით ყოველთვის ვერ ვიტყვით, თუ რომელ უღლებას მიეკუთვნება ზნა. აქამდე არ გვიხსენებია მესამე უღლების ზნათა განსაკუთრებული ჯგუფი, ითი გავრცობილი ზნები. ისინი იმპერფექტუმშიც ყველა პირში ინარჩუნებენ i ხმოვანს და მასზე დაერთავენ eba სუფიქსს. faciebam, faciebas, faciebat, faciebamus, faciebatis, faciebant. ვაკეთებდი, აკეთებდი, აკეთებდა, ვაკეთებდით, აკეთებდით, აკეთებდნენ. და ბოლოს მეოთხე უღლების საკუთრივ i ფუძიანი ზნები: audiebam, audiebas, audiebat, audiebamus, audiebatis, audiebant. ვუსმენდი, უსმენდი, უსმენდა, ვუსმენდით, უსმენდით, უსმენდნენ. როგორც გამოჩნდა, ისევე როგორც პრეზენსში, მეოთხე უღლების i ფუძიანი და მესამე უღლების ითი გავრცობილი ზნების ფორმები იმპერფექტუმშიც ემთხვევა ერთმანეთს. შევაჯამოთ იმპერფექტუმის წარმოების სამი ძალიან მარტივი საფეხური. პირველ რიგში იპოვით ზნის პრეზენსის ფუძეს. გახსოვდეთ, რომ პირველი, მეორე და მეოთხე უღლების ზნებისთვის ზნის ფუძის გასაგებად საკმარისია ინფინიტივის ნიშნის რის ჩამოშორება, ხოლო მესამე უღლების ზნას უნდა ჩამოაშოროთ მთლიანად ere დაბოლოება და დაგრჩება თანხმოვანზე დაბოლოებული ფუძე. შემდეგ დავართავთ მას იმპერფექტუმის მაწარმოებელს. პირველი და მეორე უღლების ზნებისთვის ესაა ba, ხოლო მესამე და მეოთხე უღლებისთვის eba. გამონაკლისს წარმოადგენს მესამე უღლების ითი გავრცობილი ზნები, რომლებიც იმპერფექტუმის მაწარმოებელ სუფიქსს დაერთავენ სწორედ ითი გავრცობილ ფუძეზე. და სულ ბოლოს დავართავთ პირის ნიშნებს, რომლებიცაა m, s, t, mus, tis, nt.
ახლა კი ცოტა ვივარჯიშოთ წინადადებების იმპერფექტუმში გადაყვანაზე. პატრიამ ამო სამშობლო მიყვარს. პატრიამ ამამოს სამშობლო გვიყვარს. იმპერფექტუმში გვექნება პატრიამ ამაბამ სამშობლო მიყვარდა, პატრიამ ამაბამოს სამშობლო გვიყვარდა. მრავლობითი რიცხვის შემთხვევაში ფუძე ამა და პირის ნიშანი მუს ერთმანეთს ემთხვევა. ერთადერთ განსხვავებას იძლევა იმპერფექტუმის მაწარმოებელი ბა სუფიქსი. სამაგიეროდ მხოლობით რიცხვზე დაკვირვებით ვხედავთ იმ ერთადერთ ფორმას, რომელშიც აფუძიანის ბნები კარგავენ ფუძისეულ ალფას. გვაქვს ამო და არა ამაო. ფუძისეული ალფა აღდგენილია და ჩანს იმპერფექტუმში. ვხედავთ იმასაც, რომ თუ პრეზენტში პირველი პირის მხოლობითი რიცხვის ნიშანი იყო ო, იმპერფექტუმში უკვე არის მ. არსებობს ასეთი სენტენცია: კვიკვერით, რეპერით. ვინც ეძებს, პოულობს. გადავიყვანოთ იგი იმპერფექტუმში. ლექსიკონში ინფინიტივზე დაკვირვებით მიხვდებით, რომ კვერო არის მესამე უღლების ზნა. რამდენადაც ინფინიტივის რე დაბოლოებას წინ უძღვის შემაერთებელი მოკლე ხმოვანი ე. ხოლო რეპერიო განეკუთვნება მეოთხე უღლებას, რამდენადაც ინფინიტივში ჩანს იფუძისეული გრძელი ხმოვანი. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ წინა ვიდეო დავუთვეთ ზნათა იდენტიფიცირების წესებს და შეგიძლიათ მათი გადამეორება. მესამე და მეოთხე ჯგუფის ზნები ფუძეზე დაერთავენ იმპერფექტუმის ება მაწარმოებელ სუფიქსს. კვერერე ზნის ფუძე არის კვერ, ხოლო რეპერირე ზნის ფუძე რეპერი. შესაბამისად გვექნება კვი კვერებად, რეპერიებად, ვინც ეძებდა, პოულობდა. თუ გვინდა წინადადების მრავლობით რიცხვში გადაყვანა, იმპერფექტუმის ფუძე უცვლელი დაგვრჩება, განსხვავება გამოჩნდება მხოლოდ პირის ნიშანში. კვი კვერებად, რეპერიებად, ვინც ეძებდნენ, პოულობდნენ. მაგისტერ დისკიპულოს დოკეტ. მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის. მესამე პირის მხოლობითი რიცხვის დაბოლოების ტ-ს წინ მდებარე ე მიგვანიშნებს, რომ ზნა ეფუძიანია. ლექსიკონშიც ნახავთ, რომ დოკეოს ზნის ინფინიტივს ეს თავზე აქვს სიგრძის ნიშანი და დარწმუნდებით, რომ იგი ნამდვილად მეორე უღლებას განეკუთვნება. თუ გვინდა ვთქვათ, რომ მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლიდა, დოკერე ზნის დოკე ფუძეს უნდა დავუმატოთ იმპერფექტუმის მაწარმოებელი, რომელიც მეორე უღლების ზნებისთვის არის ბა. და შემდეგ უკვე უნდა დავურთოთ პირის ნიშანი, რომელიც მესამე პირის მხოლობითი რიცხვისთვის უსროლად იქნება ტ. მაგისტერ დისკიპულოს დოკებად. აქ ოდნავ გადავუხვიოთ თემიდან და აღვნიშნოთ დოკეოს ზნის ერთი თავისებურება, რომლის დამახსოვრებაც კარგი იქნება. ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნავს, რომ პირდაპირი დამატების ბრუნვა ლათინურში არის აკუზატივი, ხოლო ირიბი დამატების დატივი. მაგალითად, პოეტა ფემინე ეპისტულა მიტით. პოეტი ქალს წერილს უგზავნის. პირდაპირი დამატება წერილი დგას აკუზატივში, ხოლო ქალი ირიბი დამატება დატივში. შესაბამისად, თუ გვინდა ვთქვათ, რომ მასწავლებელი მოსწავლეს გრამატიკას ასწავლის, გვაქვს მოლოდინი, რომ გრამატიკა, როგორც პირდაპირი დამატება აკუზატივში იქნება, ხოლო ირიბი ობიექტი მოსწავლე დატივში. მაგრამ საქმე ისაა, რომ დოკეო არის ერთ-ერთი იმ ზნათაგან, რომლებიც ორივე დამატებას აკუზატივში შეიწყობენ. მაგისტერ დისკიპულუმ გრამატიკამ დოკეტ. მოსწავლეს და გრამატიკაც ორივე დგას აკუზატივში. ასეთ იწყებას შეგხვდებათ ხოლმე ტექსტებში და შეცდომად არ ჩათვალოთ. მომდევნო ვიდეოში ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ზნაზე მუშაობას და შევისწავლით უკვე მომავალ დროს. იქამდე კი გირჩევთ აუღლოთ, რაც შეიძლება მეტი ზნა იმპერფექტუმში.